2026 წელმა უკრაინის აღზევება შორმანძილზე მოქმედ ფენომენად აქცია. რეკორდული რაოდენობის დრონები გაიგზავნა რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რაც რეკორდული რაოდენობის სამიზნეებზე დათმას იწვევს. თუ წელი აქ დასრულდებოდა, უკრაინას უკვე დაუვიწყარი 2026 წელი ექნებოდა. მაგრამ უკრაინას კიდევ მეტი აქვს დაგეგმილი. კიდევ ბევრად მეტი. ეს გეგმა სასტიკია. ეს უბრალოდ ამბიციურსაც კი სცდება, მაგრამ თუ უკრაინა ამას შეძლებს, ძმაო, ეს ძალიან დიდი რამ იქნება. სია უკვე შედგენილია. უკრაინის მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ახლა რუსეთს ელოდება ღრმა დარტყმების კამპანიის შემდეგი ეტაპი, რომელმაც უკვე სასოწარკვეთაში ჩააგდო პუტინი. 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი განცხადება გააკეთა. უკრაინის უმაღლეს სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ შეიქმნა პრიორიტეტული სამიზნეების ახალი სია. ეს სია შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს უკრაინის უკვე არსებული ღრმა დარტყმების კამპანიის წარმატება და დაარტყას ისეთ ობიექტებს, რომელთა დაკარგვაც რუსეთს კატეგორიულად არ სურს და რომელთა დარტყმაც სულ რამდენიმე თვის წინ შესაძლოა შეუძლებელიც კი ყოფილიყო. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დრონების მუდმივად მზარდმა რადიუსმა შესაძლებელი გახადა ამ სიის შექმნა. ისევე როგორც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩავარდნამ დრონების შეჩერებაში, ისეთ ადგილებში, როგორიცაა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ქსელი და მრავალი სამხედრო და საავიაციო ბაზა, რომლებზეც უკრაინის შორი მოქმედების დარტყმები უკვე განხორციელდა. დღეს შევთანხმდით ოპერაციების გაგრძელებაზე და განვაახლეთ პრიორიტეტული მიზნების სია. რუსეთზე რეალური ზემოქმედებისა და მისი შესაძლებლობის შესაბამისად გააგრძელოს და გაახანგრძლივოს ეს ომი, განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ. შემდეგ კი დაამატა, თავარი მიზანია, რომ ჩვენი შორი მოქმედების ზეწოლა კიდევ უფრო უბიძგებს რუსეთს დიპლომატიისკენ. იერარისა და მისი კომპონენტების წარმოების გართულებით, ნავთობისა და სხვა ეკონომიკური დანაკარგებით და ამ ომის საკუთარ ნავსაყუდელში დაბრუნებით. ამიტომ უკრაინას ორმაგი მიზანი აქვს: ომი რუსეთის ზღურბლთან დააბრუნოს და პუტინს ზეწოლა მოახდინოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს მშვიდობისთვის. ჩვენ მალე განვიხილავთ, რამდენად რეალისტურია ეს მიზნები. რაც შეეხება თავად სიას, ის შეადგინა არა მხოლოდ ზელენსკიმ, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, მიხაილ დრაპაჩიმ, გენერალური შტაბის უფროსმა იგორ სკობეცკიმ და დროებითმა თავდაცვის მინისტრმა იევჰენი კამარამ. დრაპაჩის წვლილი სიაში შეიძლება ყველაზე საინტერესო იყოს. მას შემდეგ, რაც იგი უკრაინის ახალ მთავარსარდლად მხოლოდ 22 ივლისს წარადგინეს და ოლექსანდრ სირსკის შეცვალა, მას აუცილებლად ექნება ბევრი იდეა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაარტყას უკრაინამ, რათა დაასუსტოს რუსეთი ფრონტზე და მეტი ზეწოლა მოახდინოს პუტინზე შინ. ეს არის დრაპაჩის პირველი შანსი, აჩვენოს რას შემოიტანს ის საქმეში. პროგვიჩვენებს, მოახდენს თუ არა გავლენას უკრაინისთვის იმ პრიორიტეტული სამიზნეები, რომელთა დასახელებაშიც მან მიიღო მონაწილეობა. საუბარი რომ ამ სამიზნეებზეა, მთავარი კითხვა ახლა ასევე ყველაზე აშკარაა. რის დარტყმას აპირებს უკრაინა? აქ საქმე ცოტა ბუნდოვანი ხდება. ზელენსკი და მისი თანამოაზრეები არ ამხელენ რა არის სიაში. ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. რუსეთისთვის იმის თქმა, რომ უკრაინა გეგმავს ამა თუ იმ ობიექტზე დარტყმას, უბრალოდ აძლევს კრემლს შანსს მაქსიმალურად ბევრი საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსოს იმ ობიექტზე. შეგიძლიათ იდაოთ, რომ უკრაინას ჰქონდა შანსი გაევრცელებინა პალბისია და დაეძალებინა რუსეთი, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები რეალური ობიექტებიდან სხვაგან გადაეტანა. მაგრამ შესაძლოა უკრაინა ფიქრობს, რომ ეს უკვე ზედმეტად სარისკო ნაბიჯია და ჯობია ყველაფერი საიდუმლო დარჩეს, მანამ სანამ დრონები არ აფრინდებიან და ცეცხლი არ აგიზგიზდება. თუმცა შესაძლოა გარკვეული მინიშნებები გვაქვს იმის შესახებ, რის დარტყმას აპირებს უკრაინა, იმაზე დაყრდნობით, რაც მან უკვე დაარტყა 2026 წელს. ამ წელს უკრაინამ გააქტიურა მასშტაბური ღრმა დარტყმის სტრატეგია, რის შედეგადაც ნავთობის გადამამუშავებელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამხედრო ქარხნები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ლოგისტიკური კვანძები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგიის ქსელი მუდმივად ხვდებოდა შორმანძილზე მოქმედი დრონების თავდასხმების სამიზნეებად. უკრაინა ასევე სისტემურად ანადგურებდა ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, აზოვის ზღვასა და შავ ზღვაში ივლისის განმავლობაში სულ 192 ხომალდი იქნა დაზიანებული. 22 ივლისის მდგომარეობით. რა თქმა უნდა, არის ველური Wildberries-იც. რუსეთის ამაზონის ანალოგმა გადაიტანა ნამდვილი ქარიშხალი დარტყმებისა, რომლებმაც კომპანიის საწყობებისა და მარაგების დაახლოებით მეათედი გაანადგურეს. Newsweek-ის 27 ივლისის ანგარიშის მიხედვით, ამ დარტყმების შედეგად მიყენებული ზარალი მილიარდობით დოლარით განისაზღვრება. და ეს არის ის, რაც უკრაინას ყველაზე მეტად სურს, რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს რუსეთს. ამას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრიორიტეტულ სამიზნეებს შორის სულ მცირე, ზოგიერთს ეკონომიკური კომპონენტიც აქვს. შესაძლოა კიდევ უფრო მეტი Wildberries-ის ობიექტი გახდეს თავდასხმის სამიზნე. საბოლოოდ კომპანიის ლოგისტიკური ქსელის 90% ჯერ კიდევ დარჩენილია, რაც ნიშნავს, რომ კიდევ მილიარდობით დოლარის ზარალია დარჩენილი ბიზნესის გამო, რომელიც თავდასხმის ობიექტია, რადგან ყიდის სამხედრო აღჭურვილობას, დრონებს და კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება რუსი ჯარისკაცების მიერ. ჩვენ ასევე დავდებდით ფსონს, რომ კიდევ მეტი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არის სიაში.
25 ივლისს უკრაინამ დაარტყა ტიუმენის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ფრონტიდან დაახლოებით 2000 კილომეტრითაა დაშორებული. აქ ჩვენ ხედავთ შთამბეჭდავ მანძილს, რომელსაც ახლა უკრაინის დრონები აღწევენ. ეს ნიშნავს, რომ გადამამუშავებელი ქარხნები, რომელთა დაზიანებაც ადრე შეუძლებელი იყო, ეხლა შესაძლოა პრიორიტეტულ სამიზნეებად იქცეს. დაიმახსოვრეთ ეს მანძილი. ამაზე კიდევ დავბრუნდებით. ასევე მეტი მინიშნება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება უმიზნებდეს უკრაინა. კიევ ინდეპენდენტის ანგარიშიდან ზელენსკის ახალ სიაზე. სტრატეგიული სიღრმე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის უპირატესობა იყო, ახლა განსაკუთრებულ პრობლემად იქცა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა მოსკოვის გარშემო არის კონცენტრირებული. სამთავრობო რეზიდენციები, ყირიმის ხიდი და სანქტ-პეტერბურგი, ამას უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, როგორც გამოცემა იუწყება. თუმცა უკრაინის დრონებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ამ თავდაცვების გადალახვა და მიზანში მოხვედრა. ეს კი უშესაძლებლობას გვაძლევს. პირველი ისაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ადგილები იმიტომ დაასახელა, რომ ისინი პრიორიტეტულია. ეს ლოგიკური იქნებოდა. უკრაინა ცდილობს ყირიმის იზოლაციას, ამიტომ კერჩის ხიდზე თავდასხმები, რომელიც მას რუსეთის მატერიკთან აკავშირებს, ლოგიკურია. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმაც კარგია უკრაინისთვის. რადგან ეს ორი ქალაქი პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რუსეთის დედაქალაქი და პუტინის მშობლიური ქალაქი ომში ყველაზე დაცულები უნდა იყვნენ. ამიტომ მათზე ნებისმიერი დარტყმა აზიანებს პუტინის რეპუტაციას, როგორც რუსეთის ხალხის დამცველს, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ტკივილი, რომელსაც უკრაინის სხვა დარტყმები იწვევს. რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, უკრაინა შესაძლოა აკვირდებოდეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის გადაადგილებას. პუტინი აძლიერებს ამ თავდაცვას იმ ადგილებში, რომლებიც ზელენსკი ასახელებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სხვა ობიექტები, რომლებიც ადრე მიუწვდომლად ითვლებოდა, ახლა როგორც მისაწვდომია, ასევე აღარ აქვთ საჯირო თავდაცვა საკუთარი თავის დასაცავად. უკვე არსებობს ცნობები, რომ რუსეთმა არქტიკის რეგიონიდან გადაიტანა საჰაერო თავდაცვა იმ ობიექტების დასაცავად, რომლებიც პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანად მიიჩნია. ზელენსკიმ თავადაც განაცხადა, რომ რუსეთი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადაადგილებს. რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა მიცის, საიდან მოდის ეს სისტემები და შესაბამისად იცის, რომელი ობიექტები გახდა უფრო დაუცველი. შესაძლოა ეს ახალი დაუცველი ობიექტები ახლა პრიორიტეტად იქცა, რადგან პუტინი ცდილობს თავი და რუსი ხალხის არჩეული ჯგუფი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაიცვას. დაველოდოთ და ვნახოთ. ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ვერაფერს გააკეთებს იმის შესაჩერებლად, რაც მოდის. უკრაინის პრეზიდენტმა ციფრებზე მიუთითა. 2026 წელს ადრე დაწყებული გრძელვადიანი სანქციების კამპანიის შემდეგ უკრაინამ წარმატებით განახორციელა 1000-ზე მეტი გრძელდისტანციური დარტყმის მისია. ეს დარტყმები სულ უფრო ღრმად აღწევს. ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელზე დათმა არც კი იყო რეკორდული. ეს რეკორდი იმ თავდასხმას ეკუთვნის, რომელიც სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა ომსკის ნავთობგადამამუშავებელზე, რომელიც დაახლოებით 2500 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინისა და რუსეთის საზღვარს. და ზელენსკის თქმით, უკრაინის დრონების მოქმედების დიაპაზონის ზღვარი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. უკრაინას ახლა შეუძლია დაარტყას სამიზნეებს, რომლებიც 3000 კილომეტრზე ან მეტზე არიან დაშორებული, რაც ურალს, ციმბირს და ბევრ სხვა რეგიონს, რომლებიც მოსკოვისგან შორს არიან, ცეცხლის ხაზში აყენებს. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი გზავნილს ეხება. ზელენსკი უნდა, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ ის უზარმაზარი ზომა, რაც რუსეთს წარსულში ბევრ ომში დიდ ძალად აქცევდა, ახლა სუსტი წერტილი გახდა. რუსეთს აიძულებენ გადაიტანოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან მას არ ყოფნის საკმარისი, რომ ყველაფერი დაფაროს. რადგან უკრაინის დრონების მოქმედების რადიუსი იზრდება, შესაძლო სამიზნეების სია იზრდება. ეს საშუალებას იძლევა შეირჩეს ახალი პრიორიტეტული სამიზნეები. ამ ეტაპზე უკრაინა კმაყოფილია იმით, რომ რუსეთს უწევს გამოცნობა. დაარტყამს კი მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს და კიდევ უფრო ძლიერად დაარტყამს ყირიმს, უკვე სასტიკი კამპანიის გაგრძელების ფარგლებში. თუ კიდევ უფრო შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებს გაანადგურებს, რომლებიც ახლა უფრო სუსტები არიან ვიდრე ოდესმე, რადგან მათ აღარ აქვთ საჰაერო თავდაცვა. რუსეთი ამას ვერ გაიგებს, სანამ დარტყმები არ განხორციელდება. და რაც შეეხება მოქმედების რადიუსს, ის რასაც პუტინი ფიქრობს, რომ უნდა დაიცვას, მალე შეიცვლება, რადგან უკრაინა ქმნის იარაღებს, რომლებიც კიდევ უფრო შორს შეძლებენ დარტყმას, ვიდრე ის რაც ახლა აქვს. ეს შეიძლება მართლაც გარდამტეხი ფაქტორი იყოს. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებებები, რათა დარწმუნდეთ, რომ პირველები იქნებით, ვინც ნახავთ ჩვენ შემდეგ ვიდეოებს არხზე. უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 3000 კილომეტრამდე მანძილზე. მეტი კიდევ მოდის, კიდევ ბევრად მეტი. რამდენიმე დღით ადრე, სანამ მან გაამხელდა უკრაინის ახალი სამიზნეების პრიორიტეტული სიის არსებობას, ზელენსკიმ გამოავლინა, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს თავისი დრონების მოქმედების რადიუსის გაზრდაზე, რათა მათ შეეძლოთ დაარტყან სამიზნეებს, რომლებიც ქვეყნის საზღვრებიდან 4000 კილომეტრამდე დაშორებით მდებარეობს. ზელენსკის თქმით, ეს სამუშაო 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რაც სიას კიდევ ერთ შრეს მატებს. თუ უკრაინა შეძლებს კიდევ 1000 კილომეტრის დამატებას თავის მოქმედების რადიუსში,
მაშინ რუსეთის შორეული აღმოსავლეთი გახდება სამიზნე. ეს ცუდია პუტინისთვის და ეს კიდევ უფრო გაუარესდება. ამ წელს მოსალოდნელი 1000 კილომეტრიანი განახლების გარდა ზელენსკი ამტკიცებს, რომ 2027 წელს გამოჩნდება დრონები, რომლებიც შეძლებენ 5000-დან 10000 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას. უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე მეტი აღარ გაამხილა. კიდევ ერთხელ ის სწორად ინარჩუნებს სიფრთხილეს დეტალებთან დაკავშირებით. მაგრამ იმისათვის, რომ ზელენსკიმ ასეთი განცხადება გააკეთოს, მას უნდა ჰქონდეს ნანახი ტექნოლოგია, რომელიც უკრაინას ჯერ არც მსოფლიოსთვის და არც რუსეთისთვის არ გაუმჟღავნებია. ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა პუტინისთვის. უკრაინას აქვს სია და მალე შეძლებს დაარტყას ისეთ ობიექტებს, რომელთა დაზიანებაც პუტინს არასდროს წარმოედგინა. ამასთან ერთად, უკრაინა ასევე მუშაობს საკუთარი ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე. ეს რაკეტა, რომელსაც კომპანია Firepoint-ი ავითარებს, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული მრავალი შორი მოქმედების დრონის შემქმნელია. მხოლოდ იდეის დონეზე არ არის. 18 ივლისის ანგარიშში Kyiv-Post-მა გაამჟღავნა, რომ Firepoint-ი ამტკიცებს, რომ რაკეტა დასრულების ეტაპზეა და შესაძლოა ის მზად იყოს რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად უკვე 2026 წლის შემოდგომაზე. საუბრისას თავისი კომპანიის ახალ რაკეტაზე, Firepoint-ის მფლობელმა და მთავარმა კონსტრუქტორმა დენის სტილერმანმა განაცხადა, სად დაარტყამენ, ამას სამხედროები გადაწყვეტენ. მაგრამ ვფიქრობ, ეს მაშინვე მნიშვნელოვანი სამიზნეები იქნება. Firepoint-ი სინამდვილეში ორ ბალისტიკურ რაკეტას ავითარებს. FP7 აქვს მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრამდე, ხოლო FP9 შეუძლია დაარტყას სამიზნეებს უკრაინიდან 855 კილომეტრის მანძილზე. ასე რომ გვაქვს მეტი სპეკულაცია ახალ სიაზე. შესაძლოა ზოგიერთი პრიორიტეტული სამიზნე იყოს ობიექტები, რომლებზეც უკრაინამ ადრე დრონებით დაარტყა. მაგრამ როგორც კი ხელში ჩაიგდებს შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს, ეს ობიექტები უბრალოდ დაზიანებული კი აღარ იქნება, არამედ მთლიანად განადგურდება იარაღით, რომელიც ბევრად უფრო ძლიერ დამანგრეველ ძალას ატარებს. აი რას ველით ჩვენ. უკრაინის ახალი პრიორიტეტული სია სავარაუდოდ შეიცავს სამიზნეების ნაზავს, რომლებიც ადრე უკვე დაზიანდა. როგორიცაა ქერჩის ხიდი და სამიზნეები, რომელთა დაზიანებაც ახლა შესაძლებელია სიბირეში და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ უკრაინის დრონების მზარდი რადიუსის გამო. თუ Firepoint მართალია და ბალისტიკური რაკეტები ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ ასევე ველით უფრო ძლიერ თავდასხმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საზღვრისპირა რეგიონებში. განსაკუთრებით იმათზე, რომლებსაც შეიძლება საჰაერო თავდაცვა მოხსნილი ჰქონდეთ და მოსკოვში დაბრუნებული იყოს. რაც უკრაინას ახლა აქვს არსენალში, არის მრავალფეროვნება სიშორისა და სიმძლავრის თვალსაზრისით. ეს პუტინს რთულ მდგომარეობაში აყენებს. უკრაინას შეუძლია დაარტყას თითქმის ყველაფერს რაც სურს და ზელენსკის უნდა რომ პუტინმა ეს იცოდეს. რადგან საქმე რომ საქმეზე მიდგება, პრიორიტეტული სამიზნეების სიის გამოცხადება მხოლოდ ერთ რამეს ეხება: პუტინის მოლაპარაკებებზე იძულებას. ზელენსკიმ ეს პირდაპირ თქვა იმ ციტატაში, რომლითაც ვიდეოს დავიწყეთ და იმავე Telegram პოსტში მან უფრო დეტალურად განმარტა, რა სურს უკრაინას სინამდვილეში. ჩვენ გავუკეთეთ ყველა საჭირო წინადადება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რათა ომი ღირსეული მშვიდობით დასრულდეს. ყველა პარტნიორმა იცის რა არის საჭირო. ჩვენი სიზუსტე ეფექტურად უწყობს ხელს რეალური დიპლომატიისთვის საჭირო პირობების შექმნას. ზელენსკიმ განაცხადა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინამ ნახა სიტუაცია და შეცვალა იგი. რუსეთი უნდა იყენებდეს შორ მანძილზე შეტევებს, რათა უკრაინა იძულებული გახადოს დანებდეს. წლების განმავლობაში რუსეთს ამის გაკეთება შეეძლო, რადგან უკრაინა არ წარმოადგენდა შორ მანძილზე ისეთივე საფრთხეს, როგორიც რუსეთმა შექმნა. ახლა უკრაინას უკვე წარმოადგენს ასეთ შორი მოქმედების საფრთხეს და კიდევ უფრო მეცაც. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ის მჩაგვრელი, რომელიც ცდილობს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. როგორც ტელეგრაფი, ასევე დი ეკონომისტი ამბობენ, რომ პუტინის იძულება მშვიდობა ითხოვოს უკრაინის საბოლოო მიზანია. პირველი აღნიშნავს როგორც ღრმა დარტყმებს, ასევე უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იმ გზებს, რომლითაც უკრაინა აზიანებს რუსეთის სამხედრო ძალებს, რათა პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. ეს თავდასხმები ხდება იმ დროს, როცა რუსეთის წინსვლა უკრაინაში შეჩერებულია იმდენად, რომ 2026 წელი შეიძლება რუსეთისთვის უკრაინაში ყველაზე მძიმე წლად იქცეს. რუსეთის მიერ მიაღწეული თითოეული წარმატება ახლა ძვირადღირებული და ნელია, რაც ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად უჯდებათ. და ყოველი გასული დღით რუსეთის საომარი მანქანის კიდევ უფრო მეტი ნაწილი ნადგურდება. იქნება ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამიზნეები რუსეთის შიგნით, თუ ლოგისტიკური კვანძები ოკუპირებულ რეგიონებში. დი ეკონომისტ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, აცხადებს, რომ უკრაინა პირდაპირ ცდილობს პუტინი მუქარით მიიყვანოს სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე. ვერ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით. უკრაინის ახალი სია ისეთივე აშკარა მუქარაა, როგორც ყველაფერი, რაც ამ ქვეყნიდან გვინახავს. და ეს მუქარა მხარდაჭერილია იმ ყველა შორი მოქმედების წარმატებებით, რაც უკრაინამ 2026 წელს აქამდე აჩვენა. ბატონი ზელენსკის მუქარები ფუჭი არ არის. უკრაინა ბომბავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთში, რაც აიძულებს ბენზინის რაციონირებას 12-ზე მეტ რეგიონში. დარტყმები გზებზე, ხიდებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ყირიმისკენ მიმავალ ბურანებზე აშიმშილებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულს, სადაც განთავსებულია უზარმაზარი სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც ფუნქციონირებისთვის საჭირო საშუალებები აკლია. ასე აცხადებს გამოცემა. უკრაინა მიცის, რომ რუსეთის უმეტესობა მოისურვებს თავიდან აიცილოს ის ტკივილი, რომელსაც უკვე განიცდის. აი ამიტომ გაამჟღავნა მან თავისი ახალი სიის არსებობა. მაგრამ პუტინი არ არის მთელი რუსეთი და ეს შეიძლება საბოლოოდ პრობლემად იქცეს. უკრაინის სტრატეგია აიძულოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, შეიძლება არ იმუშაოს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა იმდენად ღრმად ჩატარა თავი უკრაინის ომში, რომ იცის თუ როგორმე დათმობს, საბოლოოდ სწორედ ამ ორმოში აღმოჩნდება დამარხული.
ეს რუსეთის ბოლოდროინდელი რიტორიკიდანაც ჩანს მშვიდობის მოლაპარაკებებზე. ივლისის დასაწყისში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი რაიმე არსებით მშვიდობის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. სულ მცირე 2027 წლის თებერვლამდე. რუსებისთვის სასურველი შედეგი ისევ ის არის, რომ ამერიკელებმა უკრაინა ჩვენ გადმოგცენ. ისინი არც კი მიანიშნებენ რაიმე დათმობაზე. ისინი ისევ და ისევ იმავე მიზნებს იმეორებენ. მათი მოლაპარაკების პოზიცია ფაქტობრივად არტოვებს სივრცეს არსებითი მოლაპარაკებებისთვის. ერთ-ერთმა წყარომ ასე განაცხადა გამოცემას. მათ ნაცვლად რომ აღიარონ ის ზიანი, რომელსაც უკრაინა აკენებს და მომავალშიც გააფართოებს, ვლადიმირ პუტინი კი პირიქით ამკაცრებს თავის პოზიციას და ამტკიცებს, რომ რუსეთი იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულებასა საპირისპირო საჩვენებს, ვლადიმირ პუტინი კიდევ უფრო მეტ დათმობებს მოითხოვს იმ დროს, როცა უკრაინა შესაძლოა შეთრის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში იყოს ვიდრე ოდესმე. ამას აზრი არ აქვს. და ეს არის პრობლემა. პუტინი თავის შრომში დაიკარგა. უფრო ახლახან, 27 ივლისს, კრემლმა მსუბუქად მოეკიდა საჰაერო ზავის გეგმას, რომელსაც როგორც იუწყებიან, აშშ-ში და უკრაინა ამზადებენ და უარყო ეს ცნობები, როგორც უბრალო მედიის სპეკულაცია, რომელიც სანდო არ იქნება, სანამ გეგმა არ იქნება წარმოდგენილი. ამგვარი პასუხი თითქმის არ აჩვენებს ენთუზიაზმს სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელშიც ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მოჩვენებით მონაწილეობს, რათა მიიღოს ის, რაც სურს უკრაინისგან. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს საჰაერო ზავის სურვილი კონდეს. თუმცა ეს ქვეყანას გადაარჩენდა იმ ყველაფრისგან, რაც წინელოდება, როცა უკრაინა თავისი პრიორიტეტული სიის მიხედვით მოქმედებას დაიწყებს. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს რაკეტებისა და დრონების გაშვებას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც რუსეთის ტერორისტული სტრატეგიის მთავარი ნაწილია. უკრაინაში მშვიდობა უფრო სასურველია, მაგრამ თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ცეცხლი დაიწყება. გამაფრთხილებელი გასროლა გაკეთდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ზელენსკიმ უკრაინის სია გამოაქვეყნა. როდესაც უკრაინამ მოსკოვის რეგიონში 390 დრონი გაუშვა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ დრონების უმეტესობა გაანეიტრალა, მაგრამ უკრაინას შესაძლოა უბრალოდ სურდა პუტინისთვის შეეხსენებინა, რომ მოსკოვი უსაფრთხო არ არის. არც რუსეთში სხვასადმეა უსაფრთხო. ევრომაიდან პრესი იუწყება, რომ 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის სიღრმისეულ დარტყმებში უკვე 1150%-იანი ზრდა დაფიქსირდა. United 24 მედია ამატებს, რომ ეს ზრდა ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ 10 ივლისის მდგომარეობით რუსეთის მასშტაბით 697 ობიექტს დაარტყა. ამ პროცესში კრემლს 6.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუ პუტინი ზეწოლას არ დაემორჩილება, კიდევ მეტი იქნება. ეს არის ის გზავნილი, რომელიც ზელენსკის უნდა პუტინის გონებაში ჩაბეჭდოს, მაშინ როცა უკრაინა თავის პრიორიტეტულ ობიექტებზე ახალი დათმობისთვის ემზადება. ეხლა პუტინს უცნობი უნდა ეშინოდეს. მან არ იცის, როდის გამოჩნდება უკრაინის დრონები, ან რას დაუმიზნებენ ისინი, სანამ უკრაინა თავად არ აცნობებს მას ამაზე ცეცხლითა და აფეთქებებით. დააკვირდით არხს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. გგონია, რომ უკრაინის არაერთ ახალ პრიორიტეტულ სამიზნეზე მოგახსენებთ. და სანამ ამ გარდაუვალ ანგარიშებს დაელოდებით, რატო არ გაიგოთ ცოტა მეტი Wildberries-ის თავდასხმებზე? ჩვენ ადრე ვახსენეთ ისინი და არ გაგვიკვირდება თუ კომპანიის კიდევ რამდენიმე ობიექტი უკრაინის სიაში მოხვდა. თუ გსურთ გაიგოთ, რატომ არის Wildberries ასეთი დიდი სამიზნე, უყურეთ ჩვენს ვიდეოს. ჩვენ ვხსნით უკრაინის დათმობებს და ვაჩვენებთ, როგორ არის ეს ყველაფერი ზეწოლის კამპანიის ნაწილი, რომელიც რუსებს პუტინის წინააღმდეგ განაცხობს. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ სამხედრო შოუს გამოწერა და შეტყობინების ზარზე დაჯერა. თქვენ თვალს ადევნებთ მოვლენებს, როცა უკრაინა იწყებს თავის სიებში არსებულ სამიზნებზე დეებზე დათმობას. და მადლობა როგორც ყოველთვის ორებისთვის.